Business Couriers რუბრიკით იყიდე განვაგრძობთ, სადაც ტრადიციულად ჩამორთმეულ უძრავ-მოძრავ ქონებას გაჩვენებთ, რომელიც მომსახურების სააგენტოს გასაყიდად ახლა გამოაქვს. ამჯერად ოქროს ნაკეთობებსა და ზოდებს წარმოგიდგენთ, რომელთა ყიდვა დღეს ბევრს აინტერესებს. მიმდინარე კვირას წარმოგიდგენთ ოქროს აუქციონს. მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოქროს გაძვირებულია ზოგადად მსოფლიო სავაჭრო ბირჟაზე, ჩვენ ისევ გვაქვს ძველ ფასში. 1 გრამის ფასი ჩვენთან შეადგენს 48 ლარს, ხოლო საბაზრო ფასი წარმოადგენს 56 ლარს. თუნდაც ავიღოთ ოქროს 1 კილოიანი ზოდი, ეს არის 995 სინჯი. მისი ფასი შეადგენს 71407 ლარს. საბაზრო ფასი კი 99000 ლარია. ასევე წარმოგიდგეთ ბადისებრი ფორმის პლატინა პალადიუმის შენადნობს. მისი ფასი შეადგენს 62 ლარს 1 გრამს. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან იაფია საბაზრო ფასთან შედარებით, თითქმის ნახევარი ფასია. მართლა შესაძლებელია თუ არა ან რა სტრატეგიით რომ ჩამორთმეული ოქროს საბაზროზე დაბალ ფასად ვიყიდოთ სააგენტოს საშუალებით, ამ კითხვით ახლა გრიგოლ ბაიბურს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს გითხრა, მოგესალმებით და ჩვენ გვაქვს ზოდი, რომელიც ახლა ამ კვირაში გამოვა გაყიდვაზე რა. ეს არის სამზოდის აუქციონი. ეს არის საკმაოდ მძიმე, თუმცა შეხედულებით ვერ იტყვი 1 კილოგრამიანი. რომლის ფასი გვაქვს 71719 ლარი. ანუ 71 ლარი და 70 თეთრი უწევს გრამს. მაშინ როცა დღეს სტუდიაში შემოსვლამდე მოვიკითხე და ბირჟაზე, საერთაშორისო ბირჟებზე გრამის ფასი არის 60 დოლარი, დაახლოებით 96 ლარი. რამდენად რეალურია, რომ თქვათ აი ინტერნეტ აუქციონის დროს მომხმარებელი შეძლებს 71 ან 72 ლარად ამის ყიდვას. როგორ მიდის ხოლმე ვაჭრობა? რამდენად ინტენსიურია? როგორც წესი, ოქროზე არის საკმაოდ დიდი აქტიურობა ჩვენი მოქალაქეების, ანუ ყოველთვის ხდება ვაჭრობა და როგორც წესი იღებს რამოდენიმე სუბიექტი ვაჭრობაში მონაწილეობას და ფასი პრინციპში უახლოვდება საბაზრო ფასს. თუმცა ეს არ არის აქსიომა და ყველაფერს წვითავს აუქციონი და მონაწილეების мотиваცია, რა თქმა უნდა, ანუ რამდენად უღირთ ამ ოქროს იყიდვა. აპოსტოლში თუ თქვათ საბაზროზე დაბალი ფასი დაფიქსირდა, არ ერევა სააგენტო ამ ფასი, იმ ფასად იყიდება რა. ეს რაც ამ შემთხვევაში ადგენს ყოველთვის აუქციონი და აუქციონის ვაჭრობის პროცესი. ეს რაც შეეხება ზოდებს, რომელიც საინვესტიციოდ ყველაზე მიმზიდველია, იმიტომ რომ ნაკეთობის ფასი არ არის, ძალიან მცირეა და რაც შეეხება საიუველირო ნაწარმს, აი რამდენად არის მაღალი მოთხოვნა ბოლოს დროს? საიუველირო ნაწარმზე რა თქმა უნდა უფრო დიდი მოთხოვნა არის და უფრო დიდი ვაჭრობა მიდის ყოველთვის, იმიტომ რომ ეს პრინციპში ზოდი ყოველთვის არის ინვესტიცია. და რაც შეეხება საიუველირო ნაწარმს, ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის მაქსიმალურად ჩავშალოთ ეს ლოტებად, ანუ ყველა ადამიანს მივცეთ საშუალება რომ იყიდოს, ანუ ვცდილობთ რომ არ შევკრათ დიდი ლოტი სიტყვაზე და არ გავყიდოთ 20 საყურე, არამედ ჩვენ ვცდილობთ ყოველთვის ჩავშალოთ და ყველას მივცეთ საშუალება რომ მიიღონ მონაწილეობა აუქციონში. იმიტომ როგორც წესი ოქროს შემთხვევაში ყოველთვის ჩვენ ვიყენებთ საგარანტიო თანხის მექანიზმს, რომ დავიზღვიოთ თავი. და ეხლა ამის საშუალებას უკვე ბანკები ძლევიან. კი, გუშინ შევთეთ ჩვენ ახალი ინსტრუმენტი, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ელექტრონული საბანკო გარანტია, ანუ რომ ადრე თუ ადამიანს სჭირდებოდა ფიზიკური წარდგენა ქაღალდის საბანკო გარანტიის ფორმის, ეხლა შეუძლია ჩვენი პორტალის მეშვეობით შეიყვანოს უნიკალური კოდი, რომელსაც არეგისტრირებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და ამ კოდის მეშვეობით ხდება აქტივაცია. ეს ხდება იმ წამსვე, ანუ პროცესი არის აბსოლუტურად ელექტრონულ სივრცეში გადატანილი. ეგრევე ხდება აქტივაცია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ თუ ადრე ადამიანს სჭირდებოდა ისევ მოსვლა ჩვენთან და თუ დამარცხდა ადამიანი, რა თქმა უნდა და განცხადების დაწერა თანხის დაბრუნებაზე, ეხლა სისტემა ავტომატურად უგზავნის შეტყობინებას ბანკს და ეს გარანტია ავტომატურად უქმდება. ანუ ეს არის კომფორტის მექანიზმი. აი თქვენ პირადად
თუ გიყიდიათ ოქრო აი ბუმის პერიოდში შუ ეს ინტერესთა კონფლიქტი ეს ინტერესთა კონფლიქტია და მე ჩემს საიტზე არ ვყიდულობ. თუმცა თუ შევხედავთ აი გრაფიკს თქვენს გიდევთ ეს წინ ერთ წელიწადში ოქრო არის 70-80%-ით გაძვირებული. შესაბამისად ვინც შარშან ამ დროს შეიძინა ოქრო მაშინ როდესაც საკმაოდ გაძვირებული იყო. საკმაოდ საინტერესო ინვესტიცია. ძალიან დიდი მოგება მიიღო. მინიმალური მაჩვენებელი წელს იყო $1200 ოქროსი და მაქსიმალური დაფიქსირდა $1900 ნიშნულზე. და არის ყველა პროგნოზი რომ კიდევ გაიზრდება, იმიტომ რომ ევროპაში საქმეები არც თუ კარგად არის ეკონომიკაში. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. ახლა ნახოთ რა ოქრო თემები მოგვიმზადა შუადღე რიგში